კრიტიკული აზრი მეორე ნაწილით ბრუნდება ეთერში, მე მინდა მივესალმო იმ მაყურებელს, რომელიც ახლა შემოგვიერთდა და მე და გოჩა ჯუჯუა ვაგრძელებთ გადაცემას. წინა გადაცემაში ბევრმა მაყურებელმა ვერ დარეკა, იმიტომ ვერ შემოვიდა ეთერში, იმიტომ რომ ჩვენ გვიწევდა საუბარი მე ვფიქრობ მათთვისაც საინტერესო თემაზე და სანამ ახლა ისევ შეეცდება მაყურებელი რომ დაგვირეკოს, ჩვენ გავაგრძელოთ ჩვენი თემა. ანუ წინა გადაცემაში ჩვენ საუბრობდით იმაზე, რომ ხელისუფლება, რომელიც ცდილობს რაც შეიძლება მეტი ხმა მიითვისოს, ფაქტურად ნელ-ნელა უკვე ტირანიულ და დიქტატორულ რეჟიმს ემსგავსება. ანუ ამაზე ვსაუბრობდით ჩვენ და ისეც ვთქვით, რომ არ გვახსოვს ისტორიულად ხელისუფლებები, რომლებმაც თავიდან ბოლომდე სადავეები ხელში ჩაიგდო და არ გახდა დიქტატორული რეჟიმი შემდგომში, ხო? არ გადაიქცა სიტუაციით ვიწევდა მე მათი ასე ვთქვათ გასტუმრება და ხელისუფლებიდან. კი ბატონო, და ამისთვის იყო პრინციპში მოფიქრებული მე, ანუ ზოგადად ეს ყოველთვის იყო ისტორიულად, მაგრამ შემდგომ კაცობრიობამ მოიგონა სისტემა, რომელიც გააკონტროლებს მმართველ გუნდს და უბრალოდ ამ სისტემამ უნდა იმუშაოს. ჩვენც როდესაც ვსაუბრობთ, რომ დემოკრატია გვინდა ქვეყანაში, თქვათ, რეფორმები გვინდა გავატაროთ სასამართლო სისტემაში, სოციალურ სფეროში, ჯანდაცვაში და ასე შემდეგ, ჩვენ ვსაუბრობთ, მაყურებელს მინდა რომ გავაგებინო, ისევ ჩვენ ვსაუბრობთ სისტემაზე, რომელიც გააკონტროლებს თითოეულ ჩინოვნიკს, ოღონდ გააკონტროლებს სისტემა როგორ უნდა გააკონტროლოს, შეიძლება ვინმე იკითხოს. სისტემა, აი კონსტიტუცია ეს არის სისტემის უდიდესი ნაწილი. იმიტომ იყო მოფიქრებული კონსტიტუცია, რომ კონსტიტუციაზე აგებული კანონების შემდგომში აკონტროლებდნენ ჩინოვნიკს, აკონტროლებდნენ კონკრეტულ ქმედებებს და ასე შემდეგ და ამ სისტემა თუ მუშაობს, ვინც არ უნდა აღმოჩნდეს ხელისუფლებაში, თავიდანვე დიქტატორია, მერე გახდა დიქტატორი და ამას მნიშვნელობა არ აქვს. თუ სისტემა მუშაობს, ხალხი ვერ გრძნობს იმ წნეხს, რაზედაც ჩვენ ვსაუბრობთ ხოლმე, როდესაც ვსაუბრობთ დიქტატორულ რეჟიმზე. სისტემა აკონტროლებს ყველაფერს, მაგრამ სისტემა როდესაც არ მუშაობს და იგნორი კეთდება, კონსტიტუციასაც კი უკეთდება იგნორი. ბუნებრივია ასეთ პირობებში ყოველთვის იგრძნობა ის რეჟიმი, ის დიქტატორული წნეხი, რომელსაც ჩვენ ვებრძოდით სააკაშვილის რეჟიმის დროს და ეხლაც ვამბობთ, რომ ზღვარს გადახვალთ, მოდი გონს მოდით და დავალაგოთ ურთიერთობა ისე, რომ ხალხს გაუჩნდეს პატივისცემის გრძნობა ხელისუფლების მიმართ და არა შიში ზისხდან გარეული, მოდით ასე ვთქვათ. ძარს უპასუხოთ, რომ ესე ვთქვათ, არ ვალოდინოთ და მერე გავაგრძელოთ. გისმენთ? ძარს უპასუხოთ, რომ ისაუბრეთ, დაუწიეთ და ისაუბრეთ. ისმის თქვენი ხმა, ისმის, ისაუბრეთ. ალო. დიახ, ისმის თქვენი ხმა ისმის ტელეფონში არის მის ჩემი ხმა? ესე იგი, ის ხმა მინდა ვეთანხმებით თქვენს იმაში, რომ ხელისუფლებას სჭირდება თასარი ოპოზიცია. ნამდვილად, თუ ხალხის მომავლის ხალხის გადარჩენის კეთილდღეობისთვის ზრუნავს უნდა არის, მაგრამ დღევანდელი ხელისუფლება ნამდვილად არ ზრუნავს ხალხის მომავალს. ის უნდა საკუთარ კაპიტალზე და საკუთარ მდგომარეობაზე. ამისთვისაც აბსოლუტურად ყველაფერი და ის ოპოზიცია, რომელიც დღესდღეობით არის, ეს არ არის ნამდვილად ოპოზიცია. ეს არის ნაცების ოპოზიცია და თქვენ კი გახსოვთ, რომ ახალი ნაცია არ არის, მაგრამ ის ვინც ნაცების გარშემო იმ შობლელ ოთახში იდნენ ნაცების გარშემო, ყველა არიან ნაცები და ყველა მიმართებიან ჩვენს საზღვარგარეთიდან, ევროპა, ამერიკიდან. თქვენი ხმა არის ნულიში. ასე რომ სანამ ნაცები იქნებიან, წინააღმდეგ დავეთანხმები, სანამ ნაცები იქნებიან, სამწუხაროდ დღევანდელი ხელისუფლების გაშვება არანაირად არ მოხერხდება. რაც შეეხება ოპოზიციას, რომელიც პრინციპში უნდა იყოს ეროვნული ოპოზიცია, მესამე ძალა, მესამე არიან კოცები, ვთქვათ, არიან ნაცები და მესამე ეროვნული ძალა ვერ ერთიანდება და იმიტომ ძალაც ვერ იქნება. თქვენ თქვით, რომ არის პატრიოტთა ალიანსი და მის გარშემო გაერთიანებული პარტიებია. ეს ასე არ იმუშავებს, იმიტომ რომ ჯერ ქართული პირველობა მიცია, მე კიდე სხვა პარტიებს უნდა შევერთდეთ თქვენ. ერთად
ჩემი აზრით და გააუქმა ყველა პარტიები, ყველანი მოძრაობები, ორგანიზაციები და უნდა დასახელოს ერთი ლიდერი. მას გარშემო გაერთიანე. მოდი თქვენი ხმარის ასე რომ დავასრულებ და მოგესმენთ მე ტელევიზორში. მადლობა. ნუ აი თქვენ ამბობთ რომ პარტიებმა უარი უნდა თქვან თავიანთ პოლიტიკურ ორგანიზაციებზე და გაერთიანდნენ და ყავდეთ ერთი ლიდერი. ისმის კითხვა. ვის გარშემო უნდა გაერთიანდნენ? ის ერთი ლიდერი ვინ არის და როგორ უნდა მოიპოვონ? თუ არის და მერე როცა ერთიანდებიან, როგორ იღებენ მონაწილეობას, თუ კი ყველა პარტია უქმდება. ახალი პარტია შეიქმნას, რამე ახალი პოლიტიკური ორგანიზაცია, რომელსაც თქვა რაღაცა დაერქმევა და ყველა ტოვებს თავის პარტიას და ერთიანდება იმ პარტიაში. ეს ხომ მაინც ისევ პარტია იქნება და ისმის კითხვა პატრიოტთა ალიანსში რო გაერთიანდნენ, სიტყვაზე ვამბობ. აი რო გაერთიანდნენ რა, შემოვიდნენ პატრიოტთა ალიანსში, ის თავის პარტიას არ კარგავს. აგერ გოჩა მაგალითია იმისა, რომ თავისი პარტია აქვს ადამიანს და არის პატრიოტთა ალიანსთან და პატრიოტთა ალიანსთან ერთად იღებს მონაწილეობას არჩევნებში. ის არც პარტიაზე უარს ამბობს თავის პარტიაზე, მაგრამ ამავდროულად პატრიოტთა ალიანსთან ერთად იღებს მონაწილეობას არჩევნებში. რატომ ხედავთ თქვენ ამაში რატომ ხედავთ რაღაც სირთულეს და რატომ გონიათ რომ რომელიმე პოლიტიკურ ორგანიზაციას ეს უფრო შეუშლის ხელს, ვიდრე საერთოდ გაუქმება საკუთარი პოლიტიკური ორგანიზაციის. მეორე, როცა თქვენ ამბობთ, რომ ვინც არის ნაცმოძრაობის გარშემო, ის გარშემო კი არა, ვინც იქითა პლანზე ხო, ერთად თუ დაჯნენ მაგიდასთან ყველა ნაცია. პოლიტიკური პროცესი რა არის ხალხო? აი დავაკვირდით, უბრალოდ ჩვენ ნაცია არ მოგწონს გვეზიზღება გავიგეთ, მაგრამ ის რომ გახარია დაჯდა სალაპარაკოთ, ან თქვა თუნდაც ლელო, მე არ მომწონს არც ერთი და არც მეორე, მაგრამ ხალხი თუ აძლევს ხმას, თქვენ უნდა გაიგოთ და უნდა შეიგნოთ, რომ თუ არსებობს 100,000 კაცი და ეხლა ამ მაჩვენებლით 10% როგორც მინიმუმ 150,000-ია ამ შემთხვევაში და თუ ამ ეს რაოდენობა ხმას აძლევს, იმ ხალხს პატივი უნდა სცეთ და იმის თქმა, რომ ისინი ყველა ნაცები არიან, ვინც დღეს თუნდაც გახარიას ხმას აძლევს, ნუ ეს ცოტა უხერხულია, არ უნდა ამბობდეთ ამას. არ შეიძლება. იმიტომ რომ ერთმანეთს ვცეთ პატივი. და თუ კი ვიღაცა იყენებს ამას შირმად, რომ აუ რადგან დაჯდნენ, იმიტომ ნაცები არიან, იყენებს მხოლოდ იმიტომ, რომ მას ასე აწყობს და ეს არის ხელისუფლება. და თქვენ როგორც ხელისუფლება ამბობს, რომ ყველა ვინც იმ პლანზეა, ყველა ნაცი დღეს არ იღებს მონაწილეობას, მაგრამ რადგან გახარია და ლელო იჯნენ მათთან ერთად, ისინიც ნაცები არიან, ეს პოზიცია აწყობს ხელისუფლებას და თქვენ, აი მაგალითად თქვენ პირადად, თქვენ აძლიერებთ ამ პოზიციას, ხელისუფლების ამ პოზიციას და თუ თქვენ რეალურად არ გინდათ რომ ოცნებას კონდეს ის მითიური უმრავლესობა, რომელსაც იწერს ხოლმე და რეალურად გინდათ რომ ყველა პარტიამ ის ხმები მოიპოვოს, რა ხმებსაც იმსახურებს და ხალხი მართლა აძლევს, მაშინ არ უნდა აძლიერებდეთ ამ პოზიციას. ეს უბრალოდ ჩემი ეს მეგობრული და მე ვფიქრობ ლოგიკური რჩევაც არის. და როდესაც თქვენ რეკავთ და ჩვენ გვეუბნებით ამას, მე საერთოდ მაგალითად მირჩევნია დიალოგში, პოლემიკაში შევიდეთ. სამწუხაროდ თქვენ ამბობთ რომ ჩვენი ხმა არ ისმის ტელეფონში და მე ვფიქრობ რომ ეს მხოლოდ თქვენთან ხდებოდა სავარაუდოდ, იმიტომ რომ ახლა ზარ შემოუშვებ და გადავამოწმოთ. ზარი ეთერში. შემოუშვებ? მოგესალმებით. იცი რა მაინტერესებს თქვენ იღებთ არჩევნებში მონაწილეობას და მე კიდე როგორც მოქალაქეს სწორად მიმაჩნია. მაგრამ ამ არჩევნები დილით არჩევნები ვასადად ხო დამთავრდება აქციაში ამდენად თუ არა პარალელურად მონაწილეობს. ჩვენი ხმა გესმით? ბატონო, ტელეფონში დაუწიეთ, მიმღებს დაუწიეთ. როგორ გავიგო ახლა მიმღების გამო არ ესმოდა თუ ტელეფონში არ ესმოდა? კეთილი. რომელ აქციებში უნდა ვიღებდეთ მონაწილეობას? ანუ ჩვენ ვაპირებთ თუ არა აქციებს, სავარაუდოდ რაღაც აქციებს ჩავატარებთ. გოჩა, იმ წინაზარზე მინდა რომ შენს
კომენტარი გააკეთა. სავსებით გეთანხმები გიორგი და ადამიანებს ძალიან ბევრს აქვს სხვათა შორის ესეთი დამოკიდებულება. არ ვიცი, აქ ორი მომენტია. ან ამ ადამიანებს რატომღაც არ უნდა თქვან, რომ პირდაპირ თქვან, რომ ჩვენ ოცნების მხარდამჭერები ვართ. შეიძლება არ უნდა. არის ეგ მომენტი და მე პირდაპირ ვამბობ, რომ არ არის სამარცხვინო, როდესაც ადამიანი ოცნების მხარდამჭერია და პირდაპირ რომ თქვა, ეს ჯობია. ვიდრე ირიბად სინამდვილეში იმას ამბობდე, რასაც ოცნება ამბობს და გამოდის ისე, რომ თქვენ კი არ ახართ ოცნების მხარდამჭერი, მაგრამ ის პროპაგანდა, რომელიც ამდენი ხანი მუშაობდა, ამ პროპაგანდამ თქვენზე ისე იმუშავა, რომ პირდაპირ რაც სურდათ, აი ეს დაღი პირდაპირ გაქვთ. ანუ ყველა დანარჩენი, ვინც ოცნებას აკრიტიკებს, სულ ყველა ნაცია. ჩვენ ამაზე ვლაპარაკობდით სწორედ. ანუ გახარია, რომელიც იყო პრემიერ-მინისტრი და რომელსაც საერთოდ შეხება პოლიტიკასთან არ ქონია, არათუ ნაცთან შეხება. საერთოდ პოლიტიკაში ის კაცი არ მონაწილეობდა, სხვა ქვეყანაში ცხოვრობდა და მოიყვანეს ოცნებაში, მაშინ ბიძინა ივანიშვილთან, ვინც უფრო ახლოს იყო, რა მნიშვნელობა აქვს სახელებს და გვარებს, თუმცა ესეც ძალიან ცნობილია და ყველა მიცის, ამ ადამიანის რეპუტაციით ჯერ დაინიშნა ბიზნეს ომბუდსმენად, ანუ მოვიდა ამ თანამდებობაზე და ამის მერე მოხდარა ბიძინასთან, ასე ვთქვათ, ახლო წრეში, ნახეს რომ არის გახსოვთ თქვენ როგორ დაახასიათეს, რომ ერთ-ერთი ყველაზე ქმედეთი, ყველაზე მაგარი მენეჯერი, აგერ ეკონომიკის მინისტრი, შინაგან საქმეთა მინისტრი, ყველა ესენი გაიარა ხო ამ ადამიანმა და ამის მერე გახდა ყველაზე წარმატებული პრემიერ-მინისტრი, რომელზედაც ყობახიძე ამბობდა, კაცო, ყველაო იმასო ბზუისო, მაგრამ ფუტკართან გახარიასთან ყველა ტყუისო. არ გახსოვთ ეს ყველაფერი ხო? სადაური ნაცი უნდა ყოფილიყო ეს კაცი. მაგრამ როგორც კი თქვენ ამბობთ იმას, რომ თუ კი პოლიტიკურ ძალასთან, როგორც ნაცმოძრაობა, ვინმე დაჯდება, მას მერე რაც ოპოზიციაში წავიდა, მაშინ ეს ნიშნავს, რომ ნაცია ეს არის ის ნარატივს ეძახიან ამას, ანუ ეს არის ის აზრი, რომელსაც ოცნება თავს ახმებს ადამიანებს და ცდილობს ამითი, რომ შექმნას ის ბუა, რომელიც არასდროს არ თავდება. აგერ კაცი ამბობდა, მანამდე წინა იმაში გადაცემაში იყო, რომ როცაო ნაცმოძრაობასო, აი ხო შეგვპირდაო, რომ ნაცმოძრაობას როგორც პოლიტიკურ ძალასო საერთოდ გაანადგურებს და განდევნის პოლიტიკური სივრციდანო. აი ამას რომ გააკეთებსო. მერეო ავდგეთო და თუ არ გააკეთაო, ის რაც ჩვენ გვინდა გამოვიდეთ ქუჩაში. თქვენ ადამიანებო, ამ წუთში მეუნებით აგერ თქვენც. ისევე როგორც ალბათ იმ კაცსაც ასევე ეთქვენ და მე ის კაცი ამას იტყვის, რომ კი ნაცმოძრაობა კი აღარ არის პოლიტიკური ძალა, მაგრამ ისინი ვინც ახლა არიან, ისინი მაინც ნაცები არიან, იმიტომ რომ ერთხელ ნაცებთან ჯდარან. აი ეს დამოკიდებულება არ არის გამიგეთ სწორად, ამიტომ იყოს მეგობრული რჩევაც ადამიანურადაც, იმიტომ რომ კიდევ ამბობ, მე თითეულ ადამიანთან, ასევე გიორგის, რომ თითეული აზრი, რომელიც არსებობს, ხო? ის აზრი ძვირფასია ჩვენთვის, იმიტომ რომ ჩვენი ქვეყნის მოქალაქის აზრია. ოღონდ ვეცადოთ რა იმას, რომ ეს ჩვენი ქვეყნის მოქალაქის აზრი გავხადოთ ადეკვატური იმ გარემოსთან, რომელიც გვაქვს. ნუ წამოეგებით ეს უცბად, ახან ხელისუფალი ამბობს ამას, იმიტომ რომ ჩვენ ეს გავლილი გვაქვს. გახსოვთ, თქვენ სულ რევოლუციები გჭირდება, კაცო. მოვიდა შევარდნაძე და შევარდნაძეს დაუჩოქეთ კიდევაც. ჩვენის ხალხი ვარ, სხვათა შორის, მე არ გამიკეთებია პირადად, არ ვიცი, თქვენ შორის ვიყო ვინმე ისმენს ამას, არ ისმენს, მაგრამ ხომ დავუჩოქეთ, ეგრე გამოდის, იმიტომ რომ მუხრებზე, რუსთაველზე დადგნენ, ოღონდ არ წახვიდე და იმათ ხელში არ ჩაგვაგდო. მერე სააკაშვილი მოვიდა. მერე სააკაშვილი იყო ის, ვინცაც ყველაფერი უნდა გაეკეთებინა, პატრონი, მამა, აღმაშენებელი, ყველაფერი სააკაშვილი იყო. და იმ სააკაშვილის წინააღმდეგაც სანამ რევოლუციით არ გავუშვით, ისევე როგორც შევარდნაძე რევოლუციით არ გავუშვით, რევოლუციური იყო ის გზა, ის ვარდების რევოლუცია ერქვა. ივანიშვილი იმ დანარჩენ პოლიტიკურ ძალებთან ერთად რომ მოვიდა, მარტო ივანიშვილი ამას რომ ვერ შეძლებდა, თქვენც ხომ იცით. ეს ივანიშვილი თავიდან ხომ ივანიშვილი ბიძინა ივანიშვილზეა ლაპარაკი, სწორედ ედგა გვერდით სააკაშვილს, როცა მე ბადრე პატარკაციშვილის შტაბში ვიყავი და როცა ოპოზიცია ვიყავი და ვეჭიდავებოდით, ხო? და მაშინ იმ ადამიანზე რატომ არ ცელდება ეგ რომ ის ვინც მიშასთან ერთხელ იყო, გამოდის რომ ნაცია და თვითონ ვინ არის მაშინ? ხო, მაშინ ის გაზი რაც გვაკლაპეს, კეტი რაც გვირტყეს, ეს ყველაფერი ხო ისაფინანსებდა. აქედან გამომდინარე გეუბნებით, მე კიდე გეუბნებით, არ მინდა მის წინააღმდეგ რაღაც, მაგრამ მიდის აქეთკენ ხო? 65%-ს რო დაიწერო, 55-ზე გეუბნებიან რაშვები გადაერიეო, კაცო. და ნორმალურ სახელმწიფოებში ესე არ ხდება. და ნორმალურ სახელმწიფოებში გეუბნებიან, რომ შენ თვითონ უნდა შექმნა ისეთი გარემო, პოლიტიკური, ეკონომიკური გარემო, რომ სხვადასხვა პოლიტიკური შენივე მოწინააღმდეგე უნდა იკვებებოდეს, შენივე მოწინააღმდეგე შენივე უნდა შეუქმნა ის გარემო, რომ მას კონდეს თანაბრად ჩაატაროს არჩევნები. ეს არის მოთხოვნა დემოკრატიის. და ამას რომ
ომმა რა აკეთებდა მე იტყვი რომ რა ვქნა ძმაო არც ერთი პოლიტიკური პარტია არ არსებობს ახლა თქვენ ამბობთ რომ რომელი პოლიტიკური პარტია გააერთიანოთ რა უნდა გააერთიანოთ გაუთავებულია მოსწორებულია პოლიტიკური ველი ყველაფერია გაკეთებული სააკაშვილმა დაიწყო ამის კეთება რომ გაენადგურებინა პოლიტიკური ველი გაენადგურებინა ეკონომიკურად ფსიქოლოგიურად გაესვარა დაეშინებინა და ეს მე წარმატებით გააგრძელა ოცნებამ აი ეხლა ამ არჩევნებზე ერთი ბატონო იმასაც ამბობდა ღებულობთ მონაწილეობას ოღონდ რა პირობებში იცით როგორც კი სია დაიდო და თუ სადმე ნორმალური ადამიანები ვინც კი რაღაც ავტორიტეტია ვისაც კი რაიმე შეეძლო რომ მიეღწია შედეგისთვის სულ ყველა დაიბარა სუსმა სულ ყველა დაიბარა ხელისუფლებამ და უთხრა ეხლა მაკედან გამოდით და მითხარით რა გინდათ გამგებლის მოადგილეობა გინდათ დასაქმება გინდათ ოღონდ მათთან არ მიიღოთ მონაწილეობა ასეთ პირობებს ეს არ არის გაყალბება გოჩა ხო ეს გაყალბება არ არის ხო ეს ხო ჩაგდება არ არის ეს ხო გადაწერა ეს არის სწორედ არ იქნება პოლიტიკური ის აი კიდევ ვიმეორებ რადიკალური ოპოზიცია ეძახის ხელისუფლება თქვათ იმ ძალებს რომლებისგან ანუ რახან რადიკალურს იმას ეძახის ვიღაცა ხო არა რადიკალური ჯანსაღი ოპოზიცია სად არის ეს ჯანსაღი ოპოზიცია ჯანსაღ ოპოზიციას ფული არ აქვს ჯანსაღ ოპოზიციას კომისიის წევრი არ აქვს ჯანსაღ ოპოზიციას საერთოდ რო არ აქვს ჯანსაღ ოპოზიციას პლაკატის საშუალება არ აქვს და რომელ ჯანსაღ ოპოზიციაზე მელაპარაკებით მაშინ სად უნდა ვინ უნდა გაერთიანდეს ან იმის ლიდერი რომელიც ჩამოვა და იქნება ქვია უწმინდესი თავისი აზროვნებით იქნება შეუვალი პრინციპული ესეთი სად გინახავთ ესეთი ადამიანები სად უნდა ნახოთ ესეთი რამ ჩვეულებრივი ადამიანები არიან ჩვეულებრივი ადამიანები ვართ სულ ყველა და ჩვენ უნდა ვეცადოთ და ჩვენ შევქმნათ ის რომ ხელისუფლება არ იყოს მიტაცებული თორემ ისევ რევოლუცია მოგვიწევს ეხლა მე პირდაპირ გეტყვი დიდი ინტერესი გაქვთ ხო თქვენ გონიათ მე არ მჯერა რომ კი საქართველოს ცოტა უცნაური ქვეყანაა ჩვენი ისტორია გვაჩვენებს ამას ყველაფერი მოითმინა ქართველმა ცოლი გაუპატიურეს მოითმინა შვილი გაუპატიურეს მოითმინა და მღვდელი რო გაუპატიურეს აღარ მოითმინა რატომღაც და გამოვარდა და ისეთ იქნა რომ არ უქნია არავის ხო არ ვიცი რას იზამენ 4 ოქტომბერს ჯერ არაფერი ამისი არ შეინიშნება იმიტომ რომ ქუჩაში რო დადიხარ უნდა გძნობდე ამას ადამიანებში უნდა გძნობდე ამ მუხტს ეს მუხტი არ არის აქედან გამომდინარე ეს ხელისუფლება ამასაც თვითონვე მართავს თქვენც კარგად იცით ბევრი რაღაცა გაქვთ გაგებული ფულს ვიღაცებს უხდიან თურმე ვიღაცებს აძლევენ ამის საშუალებას იმ რადიკალურ ოპოზიციას აძლევენ სწორედ საშუალებას აი თქვენ რომ ნაცებს რომ ეძახით და ნაცებთან აფილირებულს რომ ეძახით სულ ყველას მიცა ამის საშუალება 40 მილიონი არჩევნებში დახარჯა მარტო ნიკა მელიამ რომელიც მიცა ბიძინა ივანიშვილმა სხვაგვარად ფული არ ხვდება ამ ქვეყანაში ყველაფერი კონტროლდება და ამას ტელევიზიაში თქვენ თვითონაც ხედავთ ყველა ფული კონტროლირებადია და თქვენ მეუნებით ასეთ სიტუაციაში ჯანსაღი ოპოზიცია რაღაც გავთ არ მოხდება 4 ოქტომბერს არაფერი მას ეს დაჭირდება ერთი რამისთვის 65%-ის მერე ის გამოაცხადებს რომ ეხლა იწყებს რასაც ბატონი ამბობდა განადგურებას იმ აქვია არა სახელმწიფოებრივი აზროვნების მოღალატეების რა ვიცი აგენტების და ასე შემდეგ სანამ ერთმანეთს აგენტებს ვეძახით და ერთი მხარეს და მეორე მხარეს ერთმანეთს რომ ერთი და იგივე ტერმინოლოგიით მიმართავთ ამას ვერ ხედავთ ნახეთ რა იმიტომ როგორც კი ამას დაინახავთ მაშინ აღმოჩნდება რომ მესამე ხართ მანამდე არა ხართ მესამე მანამდე ერთი რომელიღაცა მოგწონთ და ერთმანეთს აგინებენ ზუსტად ერთ და იგივე ტერმინოლოგიით ოღონდ ერთი ეძახის რუსების აგენტს და მეორე ეძახის ამერიკელების აგენტს განსხვავება ესაა მოდი ზარს მოусმინოთ ალო გისმენთ ეხლა ისე ხო მოდი შეისკაფიგე ისევ მოწმენდები ერთი გოთო ხომ გადავარჩინე. გაიხარეთ გენაცვალე კი ბატონო გისმენთ. ისაუბრეთ. არა ქართული ოცნება ისის? დიახ, ქართული ოცნება ნაცნობი ანალიზის ნიანის არამჯერა. ნაცნობი ჭირდება იმისთვის რომ უდიმრად იყოს ხელისუფლება. ნაცნობი უფრო პატოთნება ვიდრე ამბობთო მე გახარიანაცია ნაცები არიან ისინი, ვის უცხოეთიდან მიმართებიან. ვის იმიტის, სადაც აი უბედურობა დააწიეს რუსთავები და დაწყეს და ქრების სროლა და უბედურობა მოხდა, იმას რომ შეგბიან ვიდეო შეძახის და შეგეში სტადიონზე შეძახის იმათ. აი ეს უკვე ნაცია. აი გახარეს დაწეული ევროპაში ხო? ისთან იმართებოს. ანუ ნაცია რა უნდა ალბათ. ანუ გამოდის რომ თუ პროევროპელი ხარ არ გათიშოთ. თუ ევროპა მოგწონს ნაცი ხარ? და თუ რუსეთი მოგწონს მაშინ ხარ? და თუ ემირატები, აი მარტივად არის ხო? შუაშკა თავში. თუ კი არაბი ჩამომყავს მაშინ ვინა ვარ? და არაბის გარდა რო არავინ არ ჩამოდის. ჩაოლები ლიბერალი კაპიტალისტი. როგორც მეგობრებსენი არიან. აი ესენი არიან ლიბერალი კაპიტალისტები. ვინ ისენი? ქართული ოცნება.
აი უყურეთ რა მომენტია ერთი წამით თუ მაგალითად ჩამოყავს არაბი მაშინ ხარ ლიბერალი კაპიტალისტი? კი ბატონო. აი ამიხსენით რას ნიშნავს ლიბერალი კაპიტალისტი? შეგიძლიათ ამიხსნათ? კი ბატონო აგიხსნით. დიახ. ლიბერალი იდეოლოგია ნიშნავს ეროვნულობა არ არსებობს, ტრადიცია არ არსებობს. არაბს არ აქვს, გარგადამრივი, ხო ტრადიცია არ აქვს, არაბს კაცო. რაშუაშია, მე გეუბნები ხელისუფლებას ვიძახ, არაბი რაშუაშია. მოიცა, არაბი ლიბერალური კაპიტალიზმია ხო ამბობთ, ესე იგი ჩამოვიდა არაბი, ეს არაბი ლიბერალია. კაპიტალიზმი მართლაც. ერთი წამით ბატონო, ერთი წუთით, ლიბერალური იდეოლოგია ჯერ ერთი არ ნიშნავს, რომ ეროვნება არ არსებობს, რომ ის ვთქვათ, სარწმუნოება არ არსებობს და საერთოდ ზოგადად თავიდან ლიბერალიზმი ეს იყო ეკონომიკური ლიბერალიზმი, ანუ თვითონ ლიბერალიზმი თავიდან შეიქმნა ეკონომიკაზე იყო მიმართული, მაგრამ მერე უკვე ის იდეოლოგიად გარდაიქმნა. მაგრამ მე დღეს ვსაუბრობ, სხვა გოჩამ კარგი კითხვა დასვა. როგორ შეიძლება ლიბერალი იყოს თუ ახლო აღმოსავლეთში ან თუნდაც არაბეთიდან ჩამოსული ადამიანი შეიძლება იყოს ლიბერალი? შეიძლება ნუ გადავყავ. არა, ჩვენ არ გადავყავს, მე გეკითხებით, გაგება მინდა. ხელისუფლებაა. არ არის ლიბერალი რო იყოს, მაშინ ლიბერალიზმი, რასაც თქვენ ამბობთ, მაშინ იმათ ქუჩაში რო ურტყავენ, კი არ დაარტყავდნენ. ქუჩაში ლიბერალი ამას არ იზავს. ესე არ მოიქცეთ, მაშინ ლიბერალი თუ არის, ევროპული ყოფილა, გასავლური ყოფილა. აბა მაშინ კაპიტალიზმი იმას ვიძახი, რომ ფულის, გულისის ყველაფერს გაკიდის, სიყიდის, ლიზმის შემოვიდა. ამაში გეთანხმებით, მაგრამ აქ ლიბერალიზმი ამ შემთხვევაში არაფრის შუაში არ არის. მაშინ გავიხედეთ ევროპაში რაც ლიბერალიზმია, ნახოთ ოჯახის ფასეულობებია, პერის პატივისცემა თუ რა არის. კი, მაგრამ ხო, მაგრამ ჩვენ ამ თემაზე ჩვენ ხო ვისაუბრეთ, ევროპაში ცხოვრობს, აი 700 მილიონია ეხლა ევროპაში. მე მართლობაზე ვიძახი, ბოდიში, ხალხი არ ვიძახი. რა თქმა უნდა, ხალხი არიან, მართლობა არის ლიბერალური, სადაც ღირებულებები არ არის. აი ზუსტად მივედით იქამდე, რომ ხვალ რო ეს მართლობა შეიცვალოს, მოვიდა მარი ლაპენი მაგალითად სათავეში. ხო სხვა მიდგომა ექნება საფრანგეთს უკვე. რა თქმა უნდა, მე სხვა ურთიერთობა გვექნება. ამიტომ თქვენ არ მოგწონთ კონკრეტული მართველები, ხო ასეა? და არა ევროპა. რა თქმა უნდა, მათი იდეოლოგია, კი, მართველობა, რა თქმა უნდა. კი, მართველობის იდეოლოგია და არა ევროპული. ეხლა გოჩამ ევროპაში ბევრი რამეა მოსაწონი, კაცო, რა. კი ბატონო, გეთანხმებით, მაგრამ ეხლა ჩვენ ვსაუბრობთ რაზე? ქვეყნისთვის რა არის უფრო მისაღები? ის ევროპა, რომელიც ხვალ რომ შეიცვალოს და ჩვენ აქ ვსაუბრობთ მხოლოდ და მხოლოდ LGBT საზოგადოებაზე, იმიტომ რომ სხვა არაფერი სადაო აქ არ არის. ხომ დამეთანხმებით? არა, მარტო LGBT არ არის, კი. აბა რა არის, მაშინ მითხარით? აბა მითხარით? მე სუპატივისტებია, სიტყვის თავისუფლება, ევროპაში სიტყვის თავისუფლება არ მოგწონთ? პირიქით. ეთნიკი თავისუფლება, შეურაცხყოფა ნორმატივება, შეურაცხყოფა ნორმატივება მაგას ვიძახი. არა, ერთი წამით შეურაცხყოფა ნორმად არ ითვლება ევროპაში, უბრალოდ არა, ნორმად არ ითვლება, უბრალოდ შეურაცხყოფა განსაზღვრული არ არის ისე, როგორც თქვა ჩვენ გსურს. ეგ ცალკე თემაა. ბატონო, იგივე. არა, იგივე არ არის. ჩვენთან რო შეურაცხყოფა ისეთი უნდა შეხედეთ ტელევიზიებში ერთმანეთს ეს ორი მხარე მე ამის წინააღმდეგია, აქაც ლიბერალური იდეოლოგია. მეორე მხარე კარგად მიმართავს კაცო. ანუ მე იმის თქმა მინდა რომ ხვალ რო შეიცვალოს ევროპაში ხელისუფლება, რაზეც ჩვენ ვსაუბრობთ, იქ უკვე განისაზღვრება თუ რა არის შეურაცხყოფა და რა არ არის. ხო ამაში ხო დამეთანხმებით. ანუ თქვენ რადგან ამბობთ რომ ხვალ რო შეიცვალოს ხელისუფლება, იდეოლოგიად შეიცვლება ფაქტიურად, თუმცა მე რომ მკითხოთ, იდეოლოგია კი არ შეიცვლება. იდეოლოგია ახლა ჩამოყალიბებულია ევროპაში. არიან ადამიანები, ვისვისაც ოჯახური სიწმინდე არის იგივე სიწმინდე რაც ჩვენთვისაც და არის ხალხი, ვისვისაც არ წარმოადგენს იმ სიწმინდეს, რაზეც ჩვენ ვიბრძვით აქ. დღეს ის ხალხი ცხოვრობს და ხვალ რო შეიცვალოს ხელისუფლება, ერთადერთი საერთაშორისო ურთიერთობაში ეს მესიჯები იქნება შეცვლილი. ხალხში კი არაფერი შეიცვლება, როგორც იყო კონსერვატიული ფრთა, ასევე იყო ლიბერალური ფრთა, ისევე გააგრძელებს ცხოვრებას კონსერვატულის და ლიბერალურიც. ზარია ეთერში გაითიშებ მაყურებელი. პირდაპირ ეთერში ბრძანდებით, ისაუბრეთ. ვის ესაუბრა? ერის კაც, ქვეყნის კაც, უნარ დანეკო და უპასუხო და უთხარ შენია, რაზე ჩამოყალი, გამეხარს, აი, დავწყნარდეთ და გისმენთ ბატონო.
თქვენ გისმენთ, სხვას ვერ უსმენთ, ჩვენ ვინც ტელეფონთან ხართ. ერთმანეთში გქონდათ რაღაც საუბარი და ერთმანეთში გქონდათ. ეგეც ხდება, კაცო, კარგია, კამათის დროსაც რო რეკავთ, ესეც გადასარევია და მაგრამ რო უკვე და ზარია შემოუშვით. ისაუბრეთ, გვესმის თქვენი ხმა. ისაუბრეთ, პირდაპირ ეთერში ხართ. გამარჯობა. მოგესალმებით. გამარჯობა. პირველში გინდა გულწრფელობას ყოველდღე. როგორც პირველი ლეკავი და გამოდოთ მაგრამ ერთი რაღაც არის ძალიან ყველასთვის საინტერესო. ვინც არ უნდა მოვიდეს მთავრობაში. რომელი პარტიაც არ უნდა მოვიდეს. არჩევნებიდან არჩევნებამდე ვინ ვისულა ხალხთან და ვის უკითხავს ოდესმე რა უჭირს. ყოფილა ეგეთი შემთხვევა, რომ არჩევნებიდან არჩევნებამდე ვინმე დაინტერესებულა ხალხზე. ჩვენ საუბრობთ ევროპაზე, ლიბერალიზმზე, რა ვიცი, ყველაფერზე აბსოლუტურად, მაგრამ ხალხის გაჭირვაზე არავინ არ საუბრობს. არ ვიცით, ან თქვენ არ ვიცით, ან მე არ ვიცი, არ ვიცით ხალხის გაჭირვება. არ ვიცით, თავარი კიდე რაც არის რა. ხალხის გაჭირვება ხალხმა ვიცით, თორემ მთავრობა ჩვენ არ ვიცით კაცო. მთავრობა. მე გოჩა ჯოჯუა ვარ აგერ და გეუბნებით. მე არ ვიცი ხალხის გაჭირვება. მთავრობამ არ იცისო. მთავრობამაც იცის, ოღონდ არ აინტერესებს თუ როგორ არ იცის, ძალიან კარგად იცის. მთავრობა არ ახმოვანებს ამას. არ იცის, თქვენ გონიათ არ იცის არაფერი. არ იცის კი არა, ფული ვისგან ისესხად ეგ იცის. ასაკეთებთ, რა სჭამთ ეგ იცის. სხვა რაღაცას გეკითხებთ და სხვა რაღაცის თქვა, მინდა ახლა კარგად მომესმინოთ ნახეთ. გისმენთ. იციან ყველაფერი თქო უბრალოდ. აი, ფერმანებს დავიწყო საგვარდი იქიდან გავადი. ვინც არ უნდა მოვიდეს თავობაში. თუ ხალხმა არ მიუთითა, რომ ჩვენ ესე გვინდა ჩვენი ქვეყნისთვის გვინდა, ჩვენი უბნისთვის გვინდა, ჩვენი ოჯახისთვის გვინდა. და არა იმისთვის, რომ მე ამირჩიე და მე გავაკეთებ ამას, აი ეს საუბარი ვიდრე არ შეწყდა, მანამდე არ გეშველება არაფერი. კეთილი. აი უყურეთ, ჩვენ როდესაც ვსაუბრობთ სისტემაზე, რომელიც უნდა აკონტროლდეს ნებისმიერ პოლიტიკურ პარტიას, რომელიც აღმოჩნდება სათავეში, ქვეყნის სათავეში, ეს სისტემა ზუსტად განსაზღვრავს და აკონტროლებს იმ კონკრეტულ პოლიტიკურ პარტიას. და სისტემა რა არის? სისტემა კი არის შექმნილი, მაგრამ რეალურად ეგ სისტემა ხალხია თვითონ. ანუ სისტემა ხალხს აძლევს იმის საშუალებას, რომ კონტროლი დააწესოს ხელისუფლებაზე. როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ, რომ პოლიტიკური პლურალიზმი უნდა არსებობდეს პარლამენტში, ეს არის ზუსტად ერთ-ერთი მაკონტროლებელი კონტროლის გზა. თუ მუდმივად ხელისუფლებას ექნება 55, 65, 70% და სულ არ აინტერესებს მას 35% რომელი პარტიის ხელში იქნება, ან რომელი პარტიების ხელში იქნება, ბუნებრივია, რომ არანაირი კონტროლი არ დაწესდება ხელისუფლებაზე. მაგრამ როდესაც ხელისუფლებას აქვს თუნდაც 35-38%, ის მერე ალიანსში შედის და კოალიციას ქმნის პარლამენტში, ირჩევენ მთავრობას, მიდის მუდმივი პოლიტიკური შეჯახებების სხვადასხვა პარტიებთან, შეჯახებას პოლიტიკურს გულისხმობ, სხვადასხვა პარტიებთან და ვერ აკეთებს ხელისუფლება იმას, რაც მას სურს თავისთვის და აკეთებს იმას, რაც წესით რასაც უნდა აკეთებდეს ქვეყნისთვის, იმიტომ რომ სხვა პარტიები წინააღმდეგ შემთხვევაში მხარს არ დაუჭერენ და რატო არ დაუჭერენ მხარს? იმიტომ რომ თავისი ამომრჩეველი მოსთხოვს მერე შეხვედრის დროს, რომ შენ რომ მხარი დაუჭირე მაგალითად აი ამ კანონ პროექტში. რასელო და ფული აიღე თუ მართლა ჭირდებოდა ქვეყანას აბა აღწენი და ვერ ახსნის თუ მართლა თავისთვის კეთდებოდა ეს ამას ვერ ახსნის და თუ ქვეყნისთვის კეთდებოდა ამას ახსნა არ სჭირდება ადამიანი ამას ისედაც გაიგებს. ამიტომ ჩვენ ვსაუბრობთ იმ სისტემის შექმნაზე, რომელიც ყოველთვის გააკონტროლებს და ხალხს მისცემს საშუალებას გააკონტროლოს ნებისმიერი პარტია, რომელიც აღმოჩნდება ქვეყნის სათავეში. და სანამ ჩვენ თვითონ არ მოვინდომეთ და ვიფიქრეთ იმაზე, რომ პატრიოტ ალიანს ხმა რატომ მივცე, მაინც პატრიოტ ალიანს ხმას საერთოდ ქართული ოცნება და მაშინ მოდი პირდაპირ ქართულ ოცნებას მივცემ ამ ჩემ ხმას, მანამდე არ ეშველება არაფერი ამ ქვეყანას. მანამდე არ ეშველება. თორე ის რომ უნდა არსებობდეს სხვადასხვა პარტია თუ არსებობს ამომრჩეველი და ამომრჩეველს სურს რომელიმე პარტია ის პარტია უნდა არსებობდეს.
ყოველგვარი იმის გარეშე, რაღაც ფილოსოფიის გარეშე, რომ ეს მიუღებელია ჩემთვის და ეს მიუღებელია და ასე შემდეგ. შეიძლება ჩემთვის მიუღებელი იყოს, მაგრამ 100,000 კაცისთვის მისაღები იყოს და უნდა არსებობდეს, ვერაფერს ვერ იზავ. ამას ქვია დემოკრატია და მე მინდა რომ დემოკრატიულ ქვეყანაში ვცხოვრობდე. და მაშინ იქნება სიტყვის თავისუფლებაც, მაშინ იქნება თავისუფალი სასამართლო, მაშინ იქნება ნორმალური ჯანდაცვა და ნორმალური სოციალური სფერო, რომელსაც არ დაჭირდება გარედან ჩარევები, როგორც დღეს ხდება ხოლმე, რომ აი ამ პარტიას მხარს რო უჭერს ევროპა, თუ ის გავიდა ევროპა ფულს მისცემს. ეს არ დაჭირდება, მაშინ რომ ევროპას ეცოდინება, რომ აქ მუშაობს კარგად აწყობილი სისტემა და მექანიზმი და ვინც არ უნდა მოვიდეს ხელისუფლებაში, ის ვერც ევროპის მონა გახდება, ვერც რუსეთის მონა გახდება და ის ყოველთვის იქნება ქართველი ხალხის სამსახურში და ამას ვერ შეცვლის ვერაფერი და ვერავინ. აი ასეთი სისტემა უნდა შეიქმნას. ზარია ეთერში. მოგესალმებით. მე ცოტა განსხვავებული აზრი მაქვს და შეიძლება? კი, რა თქმა უნდა. არც ერთი ხანი შესული ვარ, არც ხაგასა. ხო და მინდა ჩემი აზრი არის ასე, რომ კომპარტია იყოს, ერთი პარტია უნდა იყოს და ზუსტად მრავალპარტიულობა არ არის კარგი. მოქროს ბავშვობა მქონდა რა ერჩოდენ ამ კომპარტიას ყოფილიყო. აი მე ახლა ორ სიტყვას ვიტყვი და მე შენი კომენტარები. აი უყურეთ ადამიანი რეკავს და ამბობს რომ მე მინდა რომ ერთ პარტიულობა იყოს ქვეყანაში. აი ასეთი ადამიანი 100,000 კაცი რო იყოს და რომელიმე პარტია რო ამბობდეს რომ მე უნდა ვიყო მარტო და მე მომეცით ხმა და 100,000 კაცი ხმას თუ მისცემს უნდა არსებობდეს. მიუხედავად იმისა, რომ მე არ ვეთანხმები, რომ ერთი პარტია უნდა იყოს მხოლოდ ქვეყანაში და ეს ქვეყანას დაღუპავს, ეს არის მხოლოდ ჩემი აზრი, თქვათ გოჩას აზრია. მაგრამ თუ არიან ადამიანები, რომლებიც ამბობენ, რომ არა, არ დაღუპავს, პირიქით უფრო კარგია და იმიტომ ვაძლევ, თქვათ რომელიმე პარტიას ხმას, რომ ამ პარტიას უნდა მარტო იყოს და მარტო მართავდეს, თუ ამდენი ხალხი აძლევს ხმას, იყოს ასეთი პარტია. ოღონდ ჩვენ მართლა სამართლიან არჩევნებზე ვსაუბრობთ, სადაც მართლა ხალხი აძლევს ხმას. იქ კი არა სადაც იტაცებენ, არამედ სადაც აძლევენ ხმას. თუ აძლევენ, რაზეა საუბარი? სხვა არის თქვათ თვითონვე ეს ქალბატონი რო ამბობს, ხო, აი ჩვენ ვამბობთ იმას, რომ კი ბატონო, კომპარტია, რომელიც ამბობს, რომ ერთპარტიული უნდა იყოს, მაგრამ დააკვირდით ის პარტია, რომელიც დღეს ხელისუფლებაშია, თუ კი ის იმას უშვებს, რომ შენნაირი ტიპის პარტია არსებობდეს, ანუ თავისთავად რა უფრო სწორია, რომ შენ არსებობას რახან უშვებს, ეს არის სწორი თუ მაშინ იტყოდა თუ ერთპარტიული გინდა და მე ვიქნები და თქვენ საერთოდ რატო უნდა იყოთ? და როგორც მე მინდა ისე უნდა ვმართო. ამიტომ მივიდა ადამიანი, ხო, მთელი გზა გაიარა კაცობრიობამ. ურთულესი გზა აქვს გავლილი ადამიანებს იმისათვის, რომ რაღაცა უნივერსალურთან მიახლოებული სისტემები შეექმნათ. თორე გიორგი რასაც ამბობს, აი თვითონ იმაშია ჩადებული, რას ნიშნავს სისტემა? ხო ადამიანები აკეთებენ ყველაფერს. აი კონსტიტუცია დაიწერა. შეიძლება გადასარავი კონსტიტუცია დაწერო, მაგრამ არ იმუშაოსო. არა, თუ კონსტიტუცია კარგად არის დაწყობილი, მაშინ იმ კონსტიტუციაში ის მექანიზმები ჩადებულია, რომელი მექანიზმებიც იმს, რაც დაწერილია, იმის აღსრულების საშუალებას იძლევა. ჩვენს კონსტიტუციაშიც ბევრი რამე წერია, მაგრამ თავზე გადაგვახიეს ეს კონსტიტუცია. აქ ამაზეა საუბარი. ქვეყანას მართავდა და სააკაშვილის დროსაც ასე იყო, ბიძინევანიშვილის დროსაც ასეა. ქვეყანას მართავს პოლიტიკური ძალა, რომელიც თავად არ ემორჩილება იმას, რაც სისტემის ნაწილია. თორე ის რომ კიდე უფრო მეტად სრულყოფილება შეიძლება, ეს კიდე ცალკე ის არის, რა ქვია, პრობლემა, იმიტომ რომ მართლა შეიძლება ბევრ რაღაცაში ის კონსტიტუციას და ის კანონებიც კიდე უფრო გამართული იყოს. აქ ამაზეა საუბარი, როდესაც აი ბატონი ამბობს, რომ რახან ევროპელია და რახან დასავლეთი მართავს, ამიტომ აგენტია. და თუ არაბი მართავს, მაშინ არ არის აგენტი, და ჩინელი თუ მართავს, მაშინ არ არის აგენტი, რუსი თუ მართავს, არ არის აგენტი. რა მნიშვნელობა აქვს ჩემ ქვეყანას, როცა ჩემი შინაგანი ენერგიით არ ასე ვთქვათ ვერ ვახორციელებ მართვას, რა მნიშვნელობა აქვს რომელი ქვეყნის აგენტი იქნება? ანუ მოდი სხვანაირად ვთქვათ. აი ახლა პირდაპირ ვამბობ, ვთქვათ აგენტები არიან. არჩევანი თუ დგება, ჩემთვის მიუღებელია ერთის მხრიდანაც აგენტი და მეორე მხრიდანაც, მაგრამ ფულს თუ გაძლევს ევროპელი
და აგენტად გიშვებს აქ, უშვებს ვიღაცას აგენტად აქ და ფულს აძლევს არაბული ქვეყანა და ასევე აგენტურას უშვებს საქართველოში. აი პირდაპირ ვამბობ, თქვენთვის რომელია მისაღები? ორივე მიუღებელია თავიდან, მაგრამ აი არჩევანი რო იყოს, ან ერთი ან მეორე. რომელია უფრო მისაღები? ამ ფულს მოყვება გარკვეული ვალდებულებები. ამიტომ ამბობს გიორგი, გააჩნია დასავლეთი რას გეუბნება, თავისები როცა მოყავს და რას გეუბნება არაბი, რას გეუბნება ჩინელი, რას გეუბნება რუსი და მოდით ასე შევადაროთ. აბა ერთი პრო-რუსი, პრო-ჩინელი, პრო-არაბი და პრო-ევროპელი ან პრო-ამერიკელი. იქაც განსხვავებულია კი ხედავთ, აგერ გადაცემებს მე მგონი ალბათ უნდა უყურებდეთ საგარეოში რა ხდება, ხო? თქვენ წარმოიდგინეთ ამერიკის და ინგლისის ინტერესები. გუშინ ერთად იყვნენ და იმას ისრაელთან მიმართებაში სრულიად განსხვავებულ პოზიციებზე აღმოჩნდნენ, ხო? ანუ განსხვავებულება ძალიან ბევრი აქვს. აი ბატონიც რო ამბობდა კიდევ რომ ენას და იმას არცემენ თავისას პატივსო. რას ლაპარაკობთ საფრანგეთში ინგლისურად ვერ დაილაპარაკე, პასუხს არ გაგცემ. გერმანიაში რა ლაპარაკებ მოსო? ან ვინ მოსო? განსაკუთრებით მიუნხენი და ბავარიის მიწა. თქვენ წარმოიდგინეთ ბელგიაში რომელიც სხვადასხვა ენაზე ლაპარაკობენ, კონფედერაცია საერთოდ. იქაც კი, ხო სხვადასხვა ენაზე ლაპარაკობენ, მაგრამ ეს შენარჩუნებული აქვს. ნუ იმაშვებით ხოლმე, ნუ აყვებით ესე ვიღაცის იაფასიან გადმოგდებულ რაღაცა იმეებს, რა ვქო, სააგიტაციო მასალას, იმიტომ რომ დათვლილი ერთ რამეზეა, რომ გადამოწმების თავი ამათ მაინც არა აქვს, ტვინი ამათ მაინც არ იმუშავებ და რასაც ვეთქვით, იმას დაიჯერებენ. ნუ გააკეთებინებ, ნუ აფიქრებინებ თქვენზე ამას. ამიტომ ყველაფერს კრიტიკულად მიუდექით, რაღაცაზე როცა გეუნებიან, ეს აგენტია და ეს აგენტი რას ამბობს, რა უნდა ამ აგენტს? რა უნდა სასამართლო როგორი უნდა იყოს, სოციალური საკითხები როგორი უნდა, რა ჯანდაბა უნდა იმ აგენტს, ხო უნდა იცოდე, კაცო. იქნება ისეთი კარგი აგენტია, რომ შენს მის ხარაზე გადახვიდე. ხო უნდა მოусმინო იმ აგენტს რა უნდა. მერე მეორე აგენტი რო ამბობს და აგერ კიდე გეუნებით, რატომ გითხარით, ლიბერალური კაპიტალიზმი. ლიბერალური კაპიტალიზმი სრულიად სხვა რამეა. და ის რაც არაბული კაპიტალიზმია სრულიად განსხვავებული რაღაცა და კაპიტალიზმი არნიშნავს ფულის ქონას. ფული საბჭოთა კავშირშიც ქონდა, კაცო, ხალხს. და კომუნისტური იმას ულაპარაკობს, აგერ ქალბატონმა ვისაც ძალიან უნდა. იქ რომ ფული კეთდებოდა და ფული ქონდათ ნაშოვნი, ეგეთი უნდა, ქალბატონო. განსაკუთრებით საქართველოში იატაკქვეშა მილიონერები რამდენი იყო. და ფული რო კეთდებოდა და მართლა ყველაფერს რომ ყიდიდნენ, კაცო. ყველაფერს ადამიანობას, რაც კი ზნეობას, ყველაფერი როცა იყიდებოდა. ნუ შეხედავთ ესე ცალსახად თითქოს არსად არ არის იდეალური, ოღონდ იდეალურთან მიახლოებას ცდილობს ადამიანი ყოველთვის და შინაგანად უნდა იყოს, კიდევ გეუბნებით, ნუ იჯერებთ იმას, რომ ვიღაცა რომ მოგწონთ ან ხელისუფლებაში მოსულების მიმართ განსაკუთრებით არის ხოლმე. ხელისუფლებაში მყოფის მიმართ არის ძალიან დიდი ნდობის მომენტი. პირიქით უნდა იყოს. ხელისუფლებამდე შეიძლება ადამიანს ენდობოდე უფრო მეც, მაგრამ ხელისუფლებაში მოვა თუ არა, იმ წუთშივე უნდა ჩაგერთოს აი ეს კრიტიკული ხედვა იმის, რომ სულ უნდა ამოწმებდე. ეს არის ჩვეულებრივი რამე. იმიტომ რომ თუ ოდნავ რაღაცა გქონიათ, ან ფირმა გქონიათ, ან ბიზნესი გქონიათ, რომ დანიშნავ იქ შენ ადამიანს, რომელსაც მიიყვან, იმიტომ რომ შენ თუ ხარ დამფუძნებელი, შენი ფული თუა ჩადებული, მე იმას სულ ამოწმებ, კაცო. და სულ ცდილობ არ მოგატყუოს რამე. ესია ხელისუფალიც. ხელისუფლებაში რომ მოყვავს, ჩვენ მოვიყვანეთ, ჩვენ ფული ჩავაბარეთ, ჩვენი სიკეთეები მივაბარეთ, იმას ოღონდ მივაბარეთ ისე კი არა რომ მუდმივად მისია. მივაბარეთ, იმიტომ რომ მეტი მოვიგოთ, უფრო მყარად, ღონივრად ვიყოთ, ამიტომ მივაბარეთ და ისინი არ გძნობენ აქ მიბარებულს გავს, რომელიმე მისული ხელისუფალი, კაცო. სულ ყველა ვინც იქ დაждდა, წასულა აღარაბის აღარ მოუნდა. სულ ყველა გასაგდები გახდა. სულ ყველა, იმიტომ რომ არც ერთი არ თulis, რომ თქვენთან ვალშია. აგერ ბატონი ამბობდა, რომ ხალხის გაჭირვება იციან, ხალხის გაჭირვება რო იციან კი არა, რა გჭირდებათ და რა გიჭირთ, თქვენზე უკეთ იციან. სად რა სიტუაცია გაქვთ, თქვენი ნათესავების სიტუაცია იციან. ყველაფერზე იციან, როგორ მოგიდგნენ, სად სუსტი წერტილი გაქვთ, სად რა ტელევიზორში რას უყურებთ და თუ დააკვირდებით. გაჭირვება რო იციან, იმიტომ გამოსდით 200 ლარად ხმის ყიდვა გაჭირვება. აბა გაჭირვება რო არ იცოდნენ, მაშინ ცოტა ძვირი დაუჯდებოდათ ეს ყველაფერი. ამიტომ გულუბყვილოთ ნუ შეხედავთ ამას და ეს ფრაზები ხალხთან მისვლა საჭირო. არ ხალხთან არა ვარ, კაცო, სულ ხალხში არა ვარ, აბა სად ვარ, აბა ზოოპარკში კი არა ვარ, კაცო. სულ ადამიანებთან ამაქვს ურთიერთობა. სულ ყველა გაჭირვებულ ადამიანებთან ურთიერთობა ჩვენ რო გვაქვს ისეთი უნდა. იმიტომ რომ ჩემს გარშემო ეგ აბა მილიონერებთან ურთიერთობა მე არ მაქვს, ნაკლებად მაქვს. თუ მაქვს ისიც კიდე გეუბნებით, იმათი გაჭირვებაც ვიცი კიდე, იმათ თავიანთი გაჭირვებები აქვს. კიდე ხო არ გონიათ და დალხენილი ცხოვრება აქვს. თავიანთი გაჭირვება აქვს იმათაც. და ივანიშვილს რო ეხლა გაჭირვება აქვს, ეგეთი ღმერთმა დაგიფარო თქვენ ის რო დღეშია. იმიტომ რომ კიდე გეუბნებით, ურთულეს მდგომარეობაშია.
ურთულეს მდგომარეობაშია და კიდე გეუბნებით თუ გვინდა რომ ის კაციც გამოვიდეს ამ მდგომარეობიდან მართლა მინდა იმიტომ რომ ჩემი ქვეყნის დღეს ის კაცი წყვეც ყველაფერს ამიტომ მოვახერხოთ და შეუქმნათ ის გარემო რომ მასაც გქონდეს სათქმელი რომ რა ვქნა ძმაო ეს ქართველი ხალხი აი ასეთია და ამ ხალხს პატევი უნდა ვცე იმიტომ რომ სხვაგვარად გამაგდებენ აქედან რა გირჩევნიათ მე ვიყო თუ ესენი მოვიდნენ ეს მაინც ათქმევინეთ რა რაღაც ნაწილში ამას აკეთებს აი სწორედ იმიტომ აკეთებს იმ თქვენ რომ ეძახით ნაცებს რომ ეძახით სულ ყველას და არ არიან ნაცები სულ ყველა ნაცები შიგნიდან დიდი ხანია დაიშალნენ და როგორ შეიძლება გახარიას და არქვა აღარ ვეძახი ლელოზე იმიტომ რომ ის ცალკე ფენომენია კიდე კაცო ბანკირია და სხვანაირი ხედვაა კიდე ხო ესეც ბანკირია არა ფაქტობრივად ერთნაირი ხედვაა ერთნაირი ხედვებია კი ბატონო ბანკირები არიან მე მახსენდება ბატისტას რეჟიმი გახსოვს ხო ანუ კუბაზე როდესაც ანალოგიური მიდგომა ქონდა მას არჩევნებთან არსებობდა ორი ურნა ერთი იყო ის ვინც ხელისუფლებას აძლევა ხმა და დანარჩენი სხვა დანარჩენი ერთი ურნა სხვა დანარჩენი მაგრამ იქ როგორც წესი არავინ არ მიდიოდა და არ ხრიდა ბიულეტენს რა მოხდა ну შეიცვალა რევოლუციით ეხლა გვახსოვს ჩვენ ხო ანუ რევოლუცია ფიდელ კასტრო ჩე გევარა ანუ შეცვალეს და ვერ დაალაგეს ამერიკასთან ურთიერთობა დააწესა ამერიკამ სანქციები. მიუხედავად იმისა, რომ მაშინ ძლიერი საბჭოთა კავშირი გვერდში ედგა, დღესაც ვეძახით ხო ჩვენ ანუ კუბას თავისუფლების კუნძულს. გასაგებია, მაგრამ განვითარების თვალსაზრისით, ეკონომიკური განვითარების თვალსაზრისით, დღეს აი კუბა რა დღეშია, ხო? სანქციების გამო, იმიტომ რომ სანქციები დღემდე არ აქვს მოხსნილი. რის თქმა მინდა, როდესაც შენ ცდილობ რომ რაღაც პრინციპული პოზიცია რაღაც მიმართ პრინციპული პოზიცია დაიჭირო, მაგრამ ვერ საზღვრავ, რამდენად გამოადგება ეს პრინციპული პოზიცია შენს ქვეყანას, როგორც წესი ღუპავ ქვეყანას. აი ახლა ისმის კითხვა, ჯერ რამდენი კუბელი გაიქცა მერე ამერიკაში, ხო, რამდენი კუბელი დღეს ამბობს, რომ კი მე მხარს უჭერ ხელისუფლებას. გასაგებია, ესეთებიც იქნებიან და ამას იტყვიან, მაგრამ ის ისეთი ადგილია თვითონ კუბა, ისეთი ადგილია, რომ დღეს ოაზისი იქნებოდა სამხრეთ ამერიკის კუნძულების. მაგრამ ვერ არის დღეს ის ოაზისი იმის გამო, რომ პოლიტიკა ვერ გატარდა სწორი თავის დროზე. მიუხედავად იმისა, რომ ამათმა შეინარჩუნეს თავისი პრინციპულობა, დღეს ზოგიერთი ამბობს, რომ საბჭოთა კავშირმა უღალატა, როდესაც გაიტანა რაკეტები, გაიტანა კუბიდან და ეს ფაქტურად მოხდა რა, თურქეთიდან გაიტანა ამერიკამ და კუბიდან გაიტანა საბჭოთა კავშირმა. ანუ არ აქვს მნიშვნელობა, ყოველთვის ხდება რაღაცის გაცვლა, რაღაცის სანაცვლოდ, მაგრამ სამწუხაროდ ზარალდება რომელიღაცა სახელმწიფო. ჩვენ ზუსტად იმაზე ვსაუბრობთ, რომ არ გვინდა ჩვენ, ანუ საქართველო აღმოჩნდეს ასეთ დღეში. ამაზე გვაქვს საუბარი. რომ როდესაც შენ პრინციპულად უდგები და ხალხს არ წმუნებ იმაში, რომ ეს პრინციპული მიდგომა სწორია, პრინციპული მიდგომა შეიძლება კონკრეტული საკითხის მიმართ იყოს, მაგრამ არა ქვეყნების მიმართ, არა ურთიერთობის მიმართ. შეიძლება გაჭედო რაღაც კონკრეტულ საკითხზე, LGBT-ზე ჩვენც გავჭედავთ, მაგრამ არავინ არ ქტენის ამას ისე, როგორც ამას გვთავაზობენ. რომ ვითომ ეს ქტენიან, რომ ჩვენ ახლა გზას, სხვა გზას ვერ ვხედავთ, უნდა შევწყვიტოთ ურთიერთობა მთელ ცივილიზებულ სამყაროსთან. ესეც არასწორია. აი ბატონმა დარეკა, რომ მას არ მოსწონს თქვა ევროპა, მაგრამ ძალიან ბევრი სიკეთეა, რომელიც შეგვიძლია წამოვიღოთ ევროპიდან. ჩვენ სხვა რამეზე კი არ ვსაუბრობთ. ამაზე გვაქვს საუბარი სულ, რომ ის სიკეთეები შემოვიტანოთ საქართველოში, რომელიც გამოადგება ჩვენს ქვეყანას და იმაზე უარს ვიტყვით ყოველთვის, რაც ქვეყანას დაშლის, გასაგებია. მაგრამ ის რომ შევწყვიტოთ გარე სამყაროსთან ურთიერთობა, იმიტომ რომ აი ესეთი პრინციპულები ვარ და თქვენც მხარი უნდა დაგვიჭიროთ, ეს მიდგომა არასწორია, ღუპავს ქვეყანას. გოჩა ჩვენ როგორც ყოველთვის დრო არ ყოფნის ხო სამწუხაროდ. დიდი მადლობა გადაუხადოთ სხვადასხვა. მიუხედავად იმისა, რომ უკამათობდით, მადლობას გიხდით, იმიტომ რომ ჩავერთეთ ვისო. პირიქით ეს კითხვა, ასეთი კითხვები გვინდა, უფრო კრიტიკული კითხვები გვინდა ჩვენ, იმიტომ რომ კრიტიკული აზრი თვითონ გადაცემის არსი არის ზუსტად ეს, რომ თქვენი აზრი დააფიქსიროთ კრიტიკული. თუნდაც ჩვენს მიმართ, ჩვენი აზრების მიმართ, ჩვენ ანალოგიურად შევეცდებით, რომ შემოვიდეთ პოლემიკაში და ჩვენი აზრები დავაფიქსიროთ. შეიძლება სადღაცაც თანხმედრა მოხდეს, შეიძლება არ მოხდეს და ყველა თავის აზრით დარჩება, მაგრამ არ აქვს ამას მნიშვნელობა.
მე ვფიქრობ, რომ გადაცემა თვითონ საინტერესო არის მაშინ, როდესაც ასეთი პოლემიკა ხდება, თორე ყველა თუ დარეკავს და დიდი მადლობა რომ არსებობ და დიდი მადლობა რომ არსებობ, რაღაც მე არ მგონია რომ საინტერესო. ამაზე მადლობა ჩვენ კი ვიტყვით, მაგრამ არ მგონია ძალიან საინტერესო იყოს გადაცემა. კეთილი. კარგით, ჩვენი დრო ამოიწურა სამწუხაროდ, მე თქვენ შევხვდებით ხუთშაბათს 6-ის ნახევარზე და მე და გოჩა მომავალ კვირას ორშაბათს 8-ის ნახევარზე. დროებით კარგად მზადდებოდეთ.